რადგან healing-ზე უკვე ბევრი ვილაპარაკე და ბევრჯერ ვახსენე, გადავწყვიტე, რომ ეხლა ცოტა უფრო ინფორმაციული ნაწილი მომეწოდებინა healing-ის ქართულად რომ გადმოვთარგმნოთ იგივე განკურნების შესახებ. რატომაც არ ვიძახი განკურნებას ხშირ შემთხვევაში და ვხმარობ სიტყვა healing-ს, არის ის რომ მგონია რომ არ ვიცი რატო, რანაირად თუ როგორ, მაგრამ რაღაცნაირად მგონია რომ ჟღერადობით სიტყვა healing-ი ბევრად უფრო გამოხატავს მის შინაარს, ვიდრე განკურნება იმის მიუხედავად, რომ რაღაც შინაარსობრივად ერთი და იგივეა სხვადასხვა ენაზე. თუმცა ასე მგონია რომ რაღაც სხვადასხვა ენები კონკრეტულ მიმართულებებს რაღაცეებში, რაღაცა ენები მგონია რომ ცოტა უფრო მეტად გამომხატველნი არიან და აი healing-ის და სპირიტუალობის ენად ჩემთვის ცოტა უფრო მეტად ინგლისურია. ხო, რაც შეეხება ახლა healing-ს. healing-ი კიდევ ერთხელ იგივე განკურნება, ცოტა უფრო სიღრმისეულად რომ დაგანახოთ რა არის ეს და უბრალოდ ყველაზე მარტივი სიტყვებით რომ თქვა, რა არის healing და რა შინაარსს ემსახურება ის არის უბრალოდ გზა თუ როგორ ვიყოთ უკეთესად. თუმცა ეს უკეთყოფნა არ გულისხმობს ვარდისფერი სათვალეებიდან ყურებას და უკეთყოფნას, არ გულისხმობს რაღაცების დავიწყებას და უკეთყოფნას, არ გულისხმობს რაღაცების დაკიდებას და უკეთყოფნას. ეს გულისხმობს ძალიან ჭეშმარიტ და რეალურ უკეთყოფნას, რომელიც თავის თავში იმ აზრს მოიაზრებს, რომ იქამდე სანამ ვიქნებით უკეთ, უნდა ვიყოთ ცუდად და აი ამ ცუდად ყოფნის შემდეგ ვიქნებით უკეთ. იმედია არ დაგაბნიათ არავინ. healing-ი ყველაზე მნიშვნელოვნად არის healing-ის საწყისები, ესე რომ ვთქვათ, ხო? გულწრფელობა და ჩვენი ემოციების ვალიდაცია. და რატო ჭირდება ამ ჩვენ ემოციებს ვალიდაცია? რაღაცა ესე აი შავად და თეთრად რო დავუყოთ, არსებობს ორი მიმართულების ემოციები, ხო? რაღაც სასიამოვნო და არასასიამოვნო, რაღაც პოზიტიური და ნეგატიური. ამ შემთხვევაში ალბათ ძალიან მარტივი არის რომ ვთქვათ, აი პოზიტიურ ემოციებში გავიყვანდით სიხარულს, ბედნიერებას, აღფრთოვანებას, აღტაცებას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, რაღაცა ნეგატიურ ემოციებში ალბათ გავიყვანდით უფრო ბრას, სირცხვილს, შფოთს, შიშს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რატომღაცა ესე ვართ პროგრამირებულები დაბადებიდან ესე ვიტყოდი, რომ უნდა გავექცეთ ამ უარყოფით ემოციებს და თუ ჩვენ ამას შევიგრძნობთ, რაღაც თითქოს მე მგონი ესე ვგონია, რომ ამ ემოციებად გადავიქცევით თუ საერთოდ რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ისევ ცხოვრობთ დაბადებიდან რაღაცა კონკრეტულ წუთამდე, რომელიც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ისეთი ასაკია ხოლმე, რომ რაღაცებს გავურბივართ რა, რაღაც სიმართლეებს არ ვუყურებთ თვალებში, რაღაცა კონკრეტულ ემოციებს არ ვანიჭებთ ვალიდაციას და ვინ მოგვცა საერთოდ იმის უფლება, რომ ჩვენ ავარჩიოთ, რომელი ემოცია არის დასავალიდირებელი და რომელი არა. ცხადია ვგულისხმობ იმ ემოციებს, რომელიც ნამდვილია და რომელიც ჩვენი ვალიდაციის გაკეთების მიუხედავად არსებობდა და იარსებებს ნებისმიერ შემთხვევაში. აი healing-ი სწორედ ამას გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ემოციას პატივი ვცეთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ემოცია შევიგრძნოთ და მნიშვნელოვანია, რომ კარგად ყოფნასთან ერთად ვიყოთ ცუდად. რომ შევიგრძნოთ ტკივილი, რომ შევიგრძნოთ სევდა, რომ შევიგრძნოთ ის დაგროვებული გამოუხატავი ემოციები, რომელიც არცად არ მიდის რეალურად, მეგობრებო, ეს არის რაღაცა ერთი საიდუმლო თუ ერთი სიმართლე თუ რა ერთი პარადოქსი, რაც გვინდა ის დავარქვათ, ჩვენ შეგვიძლია რომ გავიქცეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ემოციები, რამაც ჩვენში დაისადგურა, ხო, ის ემოციები არსად არ მიდის და რაც უფრო დიდხანს გავბივართ, მით უფრო ძლიერდება და ჩვენც გვგონია რომ რაც უფრო დიდი დრო არის გასული, ესე იგი ამ რაღაც კონკრეტული ემოციის შემოსვლიდან, გვგონია რომ თუ შევხედავთ და თუ ჩავხედავთ ამ ემოციას თვალებში, всё, უკვე dead end, ხო? მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის. და რა თქმა უნდა მზისხივი ყოველთვის არის, რა თქმა უნდა იმედი ყოველთვის არის, რა თქმა უნდა healing-ი ყოველთვის არის შესაძლებელი, იმიტომ რომ healing-ი არის ესეთი, როგორც მზე, ყველაზე ღრმა სიბნელეშიც აღწევს და სიმართლე რო გითხრათ, არაფერი არ გვჭირდება ჩვენ სურვილზე მეტი. საწყის ეტაპზე, ცხადია. არანაირი მზადყოფნა
აი არაფერი აბსოლუტურად. თავია რომ გვინდოდეს, ოღონდ ჭეშმარიტად გვინდოდეს რა. იცით რა არის? აი ჭეშმარიტებაზე ეს მახსენდება ხოლმე, რომ აი როგორ ვთქვა ხო? აი ძალიან ბევრი ადამიანი არის, მე პირადად ვიცნობ ძალიან ბევრი ადამიანს, რომელიც ლაპარაკობს, რომ body positivity-ს ვაწვევით ჩვენ და ჩვენთვის ყველა სხეული ლამაზია და სხვებს აძლევს ამ ენერგიას, სხვებს იცავს ბულინგისგან, სხვებს ასწავლის საკუთარი თავის ფასს და რეალურად სახლში მიდის და თვითონ ვერ იყვარებს საკუთარ თავს. თვითონ მაინც დიეტაზეა, თვითონ მაინც განიცდის, თვითონ მაინც კილოგრამებს დასდევს და ეს რა თქმა უნდა ყველა მიმართულებაზე ხო ეს მარტო წონაზე არ არის ამ შემთხვევაში და აი ეს არის მნიშვნელოვანი რომ რეალურად ჩვენ რას პოსტავთ Instagram-ზე და ჩვენ რას ვლაპარაკობთ და ჩვენ რა ბრწყალებში ვიცით გონებრივად რომ ეს პრინციპში ესია. ეგ არ არის მნიშვნელოვანი მეგობრებო, მნიშვნელოვანი არის ჩვენ საკუთარ თავებთან ჭეშმარიტად მარტოები რო ვრჩებით. აი მაშინ ვინ ვართ, მაშინ როგორ გვიყვარს ჩვენი თავი, მაშინ როგორ ვუვლით ჩვენს თავებს, მაშინ როგორ ვუდგავართ გვერდით, ხო? აი ეს არის მნიშვნელოვანი, ამით იწყება ყველაფერი და ამით მთავრდება და სხვა რაღაცები არის in between, ხო? და ძალიან მინდა რომ აი ამ ხოს გადავაჩვიო. ხო და აი ეს არის მნიშვნელოვანი რომ აი რამდენად სიმშვიდე ისადგურებს მაშინ როცა ვართ მარტო ოღონდ მართლა როცა ვართ საკუთარ თავთან, არა მაშინ როცა ვუყურებთ ფილმს, არა მაშინ როცა მეგობრებს ველაპარაკებით, არა მაშინ როცა ვალაგებთ, არა მაშინ როცა ნებისმიერ აქტივობას ვაკეთებთ. აი რა ხდება მაშინ, როცა ჩვენ ვრჩებით აბსოლუტურად შიშველნი საკუთარ თავებთან, როცა სხვა არაფერი არ არის გარდა ჩვენი თავისა. შეგვიძლია ამის გაკეთება, თუ შეგვიძლია გვსიამოვნებს, თუ გვსიამოვნებს, რამდენად გვსიამოვნებს, რამდენად ვიყურებით, რამდენად ვაძლევთ საკუთარ თავს ამ ყოველფრის ჩანს და რამდენად მოგვწონს ჩვენი თავი მართლა სარგეში რა ვიყურებით. ეს რა თქმა უნდა რაღაცა მეტაფორული მაგალითი არის და ყველაფერზე ვრცელდება, ხო? თუმცა რაღაცა მგონია რომ კარგი მაგალითი არის, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი ძალიან აქტუალური პრობლემა არის. რომელზეც მართლა გულწრფელად ძალიან გული მწყდება. იმიტომ კი არა რომ მე მინდა რომ რაღაცა კონკრეტული მიმართულებები ადამიანების არ ვიცი თუ აი მოკლედ აი ვერც კი ვხსნი რა, იმდენად აბსურდი არის ჩემთვის უბრალოდ იმდენად მართლა ყველაფერში არის სილამაზე და იმდენად მართლა ანუ როგორ შეიძლება რომ სილამაზეს თავისი ბუნებით კონდეს დადგენილი ფორმა, ზომა, წონა, სიგრძე, სიგანე ეს ხო შეუძლებელი არის ან ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება. ბუნების კანონები ძალიან მაღლა დგას და აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ის კი არა რომ Instagram-ზე დავწერო რომ ჩემი თავი ძალიან მომწონს და თქვენც მეგობრებო მოგწონდეთ ეხლა body positivity მაგარი არა, მნიშვნელოვანი არის რომ მე რო სარკეში ვიყურებით ჩემ თავს კი დავაჯერო რომ მომწონს, მართლა უნდა მომწონდეს რა და თუნდაც აი ეს ვითომ ისეთი მაგალითი სადაც შეიძლება ჰილინგი არაფერ შუაში არ იყოს, ხო? არის ყველაფრის შუაში არის ჰილინგი, იმიტომ რომ ჰილინგი გვეხმარება რომ გავიცნოთ საკუთარი თავი, ჰილინგი გვეხმარება რომ თავი დავაღწიოთ აი იმ ძალიან საზიზღარ და ძალიან მახინჯ საზოგადოების შექმნილ ნორმებს, რომლებსაც გვინდა თუ არ გვინდა მივყვებით, გვინდა თუ არ გვინდა მაინც ცხოვრობთ იმ ჩარჩოებში. მე მართლა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ძალიან დიდ სანაცნობოში ვისაც არ უნდა ვკითხო, არავინ არ მეტყვის, რომ ну აი ცოტა ადამიანის გარდა რომ ხო აი მაგალითად რაღაცა კონკრეტულ წონაში არ არის სილამაზე. არა, ყველა მეტყვის რომ კი, რა თქმა უნდა, body positivity მაგარია, მაგრამ მე ხომ ვიცი და მათ ხომ იციან და ყველამ ხო ვიცით და საერთოდ აი ეს არის კიდე მეორე საინტერესო ფენომენი, რომ სიმართლე არ იკარგება. ჩვენ შეგვიძლია რომ მოვატყუოთ მთელი სამყარო, მთელი კაცობრიობა, შეგვიძლია რომ მოვატყუოთ ყველა და ყველაფერი, მაგრამ ვერ ვატყუებთ ჩვენს თავს. ზუსტად იმიტომ, რომ ეგეთი აგებულება აქვს სიმართლეს. ვერ მალავ, მარტივი ტიპი არის სიმართლე ძალიან. ადამიანი რო იყოს სიმართლე, ჩემი დახასიათებით იქნებოდა ყველაზე უბრალო და ყველაზე მარტივი ტიპი იქნებოდა რა. იმიტომ რომ ეგეთი არის, აი რაც არ უნდა გააკეთო, ვერ გადაფარავ, ვერ გაექცევი. აი
ინადირებს შენზე რა არ დაგანებებს თავს და სადღაც აი იმ შენ შინაგან ხმას თუ არ გათიშავ ბოლომდე იმ შენი შინაგანი ხმით ყოველთვის გეტყვის რომ ეს აქ რაღაცა ერორი არის აქ რაღაცა ისე არ არის როგორც უნდა იყოს იმიტომ რომ სიმართლე სადღაც სხვაგან არის და აი ეგეთი უნიკალური რაღაც არის სიმართლე რომ სადღაც მართლა ეს რაღაცა კვოტი რომელიც მთელი ბავშვობა ტრიალებდა ხოლმე ჩემი გამოცდილებით რომ აი სადღაც არსებობს რაღაც ერთი გარდამავალი წამი და მეც მართლა მგონია რომ ის სადღაც ერთი გარდამავალი წამი თუნდაც მაშინ როცა არ ვიცი დღის დასრულების მერე ლოგინში ვწვევით და ერთხელ ვერ ვიძიემ და ის სანამ სკროლვას დავიწყებთ ხო აი სანამ რაღაცა ყოფის გავაკეთებთ სანამ ფილმს ჩავთავთ სანამ წიგნს გადავშლით აი სანამ რაღაცა ხდება ხო აი დარწმუნებული ვარ რომ ის რაღაცა მინიმუმ ერთი წამი არსებობს ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში სადაც ვერ გავrpivart. სადაც უნდა მივიღოთ სიმართლე, სადაც უნდა დავნებდეთ და აი იმ ერთ წამში მე თუ გავაკეთებთ არჩევანს, რომ მოდი მე სიმართლის მხარეს დავდგები, აი აქედან იწყება ჰილინგი. იმიტომ რომ ყოველთვის ეს არის ჩვენი არჩევანი. შეიძლება ვინმე მითხრას რომ რა ვქნა, მე ესე მგონია, bullshit. ყოველთვის ყველაფერი არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ რომ დღესაც გავეკეთეთ იმ სიმართლეს, რომელსაც 28 წელია გავურბივართ, ესეც არის ჩვენი არჩევანი. მაგრამ ჩვენ რომ დღეს მოვიკრებთ იმ გამბედაობას, რომელიც რეალურად ჩვენში ცხოვრობს და რეალურად ჰაერიდან არის, ის არის ჩვენში და თან მოგყვება ეს გამბედაობაც რაღაცნაირი ადამიანური ინსტინქტი არის. უბრალოდ ძალიან ბევრი შეეფარება ამ ჩვენ გამბედაობას და მგონია რომ არ არის და ამ დროს არის და როგორც კი გადაწყვეტ, როგორც კი აი ერთი ნაბიჯის გადასათქმელად ფეხს აწევ, აუცილებლად დაინახავ, რომ გაიღვიძებს ის რაღაცა ემოცია შენში, რომელიც ამ ყველაფერში დაგეხმარება. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჰილინგი იწყება იმ წამიდან, როდესაც ჩვენ გადავწყვეტ, რომ ჩვენ ეს ჭეშმარიტად გვინდა. და ჰილინგი იწყება იმ წამიდან, როცა გადავწყვეტ, რომ მოდი ხომ მე აღარ გავექცევი ამ ყველაფერს რა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ჩემი მეგობარი უყურებს ამ ვიდეოებს. მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი არ უყურებს. ბევრი საერთოდ არც უყურებს, იმიტომ რომ არ აინტერესებს და ბევრი ალბათ მეტყვის, რომ ხო რა, არაფერს ისიც არ ვლაპარაკობ, რაღაც ძალიან მარტივ რაღაცებს იძახი, რაც პრინციპში ვითომ ჩვენი ყოველდღიურობა და აი გულწრფელად რომ მე არ მინდა ამაზე პასუხი რა, აი ყველამ რომ ჩვენ თავს დავუსვათ ეს კითხვა, რომ გულწრფელად რამდენად არის ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიურობა და რამდენად არის ეს ყველაფერი ისეთი ბრწყალებში მარტივი როგორადაც შეიძლება რომ დავახასიათოთ და მაგ პასუხს რომ დაველოდოთ ნამდვილს ხო ალბათ აი მაგ წამიდან დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადაწყვეტს რომ ვა ჰილინგი მე მგონი მაგარია და იცით რომ ეს არ ტეხავს ეს მოსულა და პირიქით უმაგრესი არის როცა რაღაცას ახალს გადაწყვეტ, როცა გადაწყვეტ რომ შენი სულისთვის იყო, შენი გულისთვის იყო და შენი ჭეშმარიტებისთვის იყო რა და დამერწმუნეთ რომ სამყარო აუცილებლად დაგასაჩუქრებთ მეტი გამბედაობით, მეტი ემოციური რესურსით, მეტი გამძლეობით, მეტი ძალით, მეტი ხალისით, არ ვიცი, რაღაცა აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ იქ სადაც ცხოვრობს ჭეშმარიტება როგორც ალბათ უკვე ყველა ვიდეოში ვთქვი ხო, იქიდან იწყება ცხოვრება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ცხოვრებაში ვიცხოვროთ. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვაკლდებით ცხოვრებას და მე ცხოვრება გაგვანადგურებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ვიცხოვროთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ვიცხოვროთ ისე როგორც პირველ რიგში ჩვენ გვინდა, რომ მართლა ვიყოთ აქ